ნავთლუღის სადგურზე ჩატარებული სპეცოპერაცია და მოკლული ძმის პირველი კომენტარი სავარაუდოდ ხელახალ ძიებაში დაბრუნდება ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კიდევ ერთი გახმაურებული საქმე. თბილისში 7 წლის წინ ჩაცხრილული 3 აჭარელი ახალგაზრდის ოჯახები პროკურატურას მიმართავენ. ახლობლები კუდის სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულთა უდანაშაულობაზე საუბრობენ და დათა ახალაიასა და გურამ დონაძეს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებენ. საქმეში ფიგურირებს სასჯელ აღსრულების მაშინდელი მინისტრი ბაჩუ ახალაია და მეგის ქარდავაც, რომლებსაც ერთ-ერთი მოკლული ძმა წამებასა და ყალბიჩვენების იძულებით მიცემაში სტებს ბრალს. დათა ახალაიას, ბაჩუ ახალაიას, გურამ დონაძეს და მეგის ქარდავას ბრალი შესაძლოა კიდევ ერთ საქმეში წაუყენონ. 8 წლის წინ ნავთლუღის ავტოსადგურთან ლიკვიდირებული 3 აჭარელი ახალგაზრდის საქმეზე დახურული გამოძიების განახლების მოთხოვნით მოკლულების ოჯახის წევრები მთავარ პროკურატურას კვირის ბოლომდე მიმართავენ. 2006 წლის 12 იანვარს ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 2 კვირით ადრე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმა 3 ახალგაზრდა 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის მურად შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელაძე ჩაცხრილა. სპეცოპერაციის ოფიციალურ მიზეზად მაშინ მოკლული მურად გორგაძის ძმის გია გორგაძის გაქცევის მიზნით ციხეში არეულობის მოწყობა დასახელდა. გია გორგაძე, რომელიც საშილს ქურდობისათვის იხდიდა პატიმრობიდან 3 წლის წინ გათავისუფლდა. დღეს მან მეცხრე არხს პირველი ინტერვიუ მისცა. გორგაძე ყვება, რომ მისი ძმის ლიკვიდაციის ღამეს ბაჩუ ახალაიას ხელმძღვანელობით მასთან საპყრობილეში სპეცრაზმის 300-მდე თანამშრომელი შევიდა. 6 პატიმართან ერთად გია გორგაძეს სასტიკად გაუსწორდნენ. მეორე დღეს კი სასჯელ აღსრულების სისტემის მაშინდელი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა იარაღის გამოყენებით აიძულებდა გამოძიებისათვის მათთვის სასურველი ცრუ ჩვენება მიეცა. შემოვიდა 2 სპეცნაზის ერთად მეგის ქარდავა და გამიყვანა თავის კაბინეტში. სპეცნაზი გავიდა, უთხრა გადით ყველასო, სეიფი გააღო, გამოიღო ავტომატი, გადატენა და პირდაპირ პირში მეტანა და ჩამთხარა და არა, ძერ სანამ პირში ჩამთხარა და ესე მეუბნება. შენ ჩემ ცოლშვის და იგინება მე თუ შენ არ დაგბრიდო. გამიგე? თუ მე რასაც გეტყვი, ისე არ დაწერ ყველაფერს. ამ კადრებში, რომელიც ლიკვიდაციის შემდეგ სპეცოპერაციის ადგილზეა გადაღებული, ავტომატით შეიარაღებული კუდის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი გურამ დონაძე ჩანან. დათა ახალაია დონაძეს გადაცემა პატრულში გასაშვები მასალის მათთვის საჭირო ვერსიას უთითებს. თითქოს ახალგაზრდები ციხეზე თავდასხმას გეგმავდნენ. კუდის ოპერატიული მასალა სტუდია GNS ანონიმურმა წყარომ რამდენიმე თვის წინ ექსკლუზიურად მიაწოდა. ეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს თითქმის მიბჯენით აქვს ნასროლი. მიუხედავად იმისა, რომ მოკლულებს თავისა და ზურგის არეში ჰქონდათ ნასროლი, მაშინდელმა გამოძიებამ სპეცრაზმის მიერ ძალის გადამეტება ვერ დაადგინა და საქმე დახურა. ლიკვიდირებულების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდებს იარაღი არ ქონიათ და ავტომატები სამართალდამცავებმა ჩაუდეს. ამბობენ, რომ მოკლულები თურქეთში სამუშაოდ დადიოდნენ. საახალწლოდ სამშობლოში იყვნენ ჩამოსულები და წალკაში ნათლობიდან ბრუნდებოდნენ. ეს ბაღნები იყვნენ უდანაშაულოდ ჩაცხრილეს და მე რა ვიცი რა იარაღები დაუდვიათ. სანახად შემაშვილმა იარაღი წალკაში იყო სიმამრიდან მოდიოდა ჩვენებურად არის ბაირამი იყო იქა და მოდიოდნენ სახლში. ეს ბიჭები რომ ციხეს ვერ აიღებდნენ, 19 წლის ბიჭი და 20 წლის ბიჭი რომ ციხეს ვერ აიღებდნენ, ეს ყველა მიცის და არანაირი იარაღი აგენს არ ქონდათ. აქ ფიგურირებდა ალბათ მე ჩემი თვალეთ კიდე არ მინახია ის სიუჟეტები და ყველაფერი, მაგრამ ბაჩუ ახალაია და დათა ახალაია ძმები. ამ ავტოსადგურში ჩამოვიდნენ. დაზარალებულების ადვოკატი ემზარ პაქსაძე ნავთლუღის ავტოსადგურთან იმ ადგილს გვიჩვენებს, სადაც წალკიდან სამარშრუტო ტაქსით ახალგაზრდები ჩამოვიდნენ. ადვოკატი საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე და დარღვევებზე საუბრობს. საინტერესოა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ იარაღებზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა. საგულისხმოა ისიც, რომ კუდის სპეცრაზმის თანამშრომლების შემთხვევიდან 1 წლის შემდეგ დაიკითხნენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება შიშის დანერგვისისა, რომ ესენი არიან კასტან შეიარაღებული პირები, რომლებიც გააკეთებენ ყველაფერს, რაც უნდათ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ.
გარდაცვლილი პირები გამოაცხადეს მკვლელებად და ციხის ამღებებად, როდესაც რაიმე კავშირიც კი არ არის საქმის მასალებით დადგენილი. ყოფილი მაღალჩინოსნებიდან დათა ახალაიაზე და მეგის ქარდავაზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული. გურამ დონაძე გირაოთია გათავისუფლებული, ხოლო ბაჩუ ახალაია პატიმრობაში იმყოფება.